გამარჯობა, აქ არის Mr. Resumen. დღეს მე ავხსნი საშინელებათა და რომანტიკის მოკლემეტრაჟიან ფილმს სახელწოდებით მან გაიძრო კანი ჩემთვის. წინ სპოილერებია, ყურადღებით ფრთხილად იყავით. სანამ მისი შეყვარებული ვახშამს ამზადებს, ძალიან თავდაუჯერებელი ბიჭი კანს ათვალიერებს და კარადაში კიდებს. ის სამზარეულოში ჩადის, მისი შეყვარებული კი ვახშამს ამზადებს, მაგრამ მობრუნებისას კანის გარეშე დარჩენილს ხედავს და სიტყვებით ვერ აღწერს, რამდენად ლამაზია, ვახშამზე მისი ღიმილი ახარებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად გამოიყურება, მისთვის მასთან სექსის იგივევნება რჩება. მეორე დღეს, როცა ის იღვიძებს, ქალი ცვლილებებს ამჩნევს, ახლა სულ წმენდა უწევს, თუმცა მისთვის ეს ამად ღირს. მოგვიანებით, ფილმის ყურებისას, კანის არქონის გამო მას ძალიან სცივა, ამიტომ მისი შეყვარებული გაგებით ეკიდება და ტემპერატურას მაღლა სწევს, მიუხედავად იმისა, რომ მას თვითონ ძალიან ცხელა. მაგრამ ეს გაზის გადასახად ზრდის და ყოველივე ამის გარდა, მისი ახალი გარეგნობის გამო სამსახურის კლიენტები მას უარყოფენ. ქალი ცდილობს დაარწმუნოს იგი, რომ ახალი კლიენტები მოძებნოს, მაგრამ ისე უბნება, რომ თუ ამას გააკეთებს, ფული არ ექნებათ, ხოლო ქალი პასუხობს, რომ მან უნდა სცადოს. ღამით ახალი პრობლემები ძილს უფრთხობთ, მაგრამ მათი სიყვარული მათ იგნორირების საშუალებას აძლევს. მეორე დღეს, როცა ის იღვიძებს, ამჩნევს თავისი შეყვარებულის კანს და ბანაობისას ზიზღით აკვირდება და ეხება მის კანს. ისინი მეგობრებთან ერთად ვახშმობენ და ჭამის დროს მეგობრები მის კანს ეკითხებიან. გტკივა? გენატრება? რომ ის უკვე აღარ გამოიყურება ისე, რომ ის იგივე აღარ ჩანს. და ეს ახალი გარეგნობა ვახშამს არასასიამოვნოსაც კი ხდის. სახლში დაბრუნებისას ის ძალიან დათრგუნული ადის შეხვედრის შემდეგ. მეორე დღეს, როცა ქალი იღვიძებს, ხედავს თავის შეყვარებულს, რომელიც თავის კანს ეფერება და შემდეგ მიდის. გარკვეული დროის შემდეგ სახლი უპატრონოდ რჩება, ყველგან სისხლის ლაქებით და ჭუჭყიანი ტანსაცმლით. ვახშმის დროს მას უკვე აღარ მოსწონს მისი ახალი გარეგნობა კანის გარეშე. მოგვიანებით, საწოლში ორივე ცდილობს ჩვეულებისამებრ პრობლემების იგნორირებას, მაგრამ ამჯერად ის ეფერება მას და იღებს თავის კანს, იმის მინიშნებით, რომ მას სურს ქალმაც გაიძროს კანი. ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის მიზანი ბოლომდე განსაზღვრული არ არის, მაგრამ ერთი შეხედვით აშკარაა, რომ ეს არის სასიყვარულო ისტორია, რომელშიც ქალი თავს არაკომფორტულად გრძნობს თავისი პარტნიორის გარეგნობის გამო და ამიტომ სთხოვს მას გაშიშვლებას. თავის არასაკმარისად გრძნობის გამო გადაწყვეტს გაიძროს იგი, რათა ასიამოვნოს შეყვარებულს. ეს დასაწყისში ბედნიერს ხდის მის პარტნიორს, რომელიც იმისთვის, რომ ის ასე იხილოს, უგულებელყოფს პრობლემებს, რაც ამას მოაქვს, როგორიცაა ყველგან სისხლის სიჭარბე, გარდა მისი დისკომფორტისა, გადაჭარბებული ხარჯებისა და სამუშაო პრობლემებისა, ასევე მისი მეგობრების კრიტიკისა. ამის გამოსავლად, ისინი ყველაფერს იტანენ თითქოს და სიყვარულის გამო, თუმცა სიტუაცია იცვლება, როდესაც ის ქალს კანი გაძრობას თხოვს, რაც ქალს როგორც ჩანს, არ მოსწონს. ის მზად არ იყო დაეთმო თავისი კანი მისთვის, რაც გვაძლევს იმის გაგების საშუალებას, რომ ქალის ზედაპირულობამ, ეგოიზმმა და ზიზღმა პარტნიორის გარეგნობის მიმართ მის შეყვარებულში დაუცველობის განცდა გამოიწვია. და მისთვის არასაკმარისად რომ იგრძნო თავი, გადაწყვიტა მიეცა რაც სურდა, დისკომფორტისა და მომავალი შეუსაბამობების მიუხედავად, ოღონდ ბედნიერი ეხილა. სანაცვლოდ ქალმა ის მიღებულად აგრძნობინა, იმდენად რომ აეტანა სამუშაო და სოციალური პრობლემები, რაც მას აწუხებდა. თუმცა, მეგობრებთან შეხვედრამ აიძულა იგი ეჭვი შეეტანა თავიანთ ურთიერთობაში თანასწორობაზე და ამიტომ მან გამოსცადა იგი, სთხოვა კანი აეძრო, როგორც მან გააკეთა ეს ქალისთვის. მოკლედ, ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი გვაჩვენებს საკუთარი თავის სიყვარულის მნიშვნელობას, როდესაც არასდროს ვწირავთ ჩვენს ბედნიერებას ტოქსიკური ურთიერთობის კაპრიზის გამო, რომელიც სიყვარულადაა შენიღბული. და ასე მთავრდება მოკლემეტრაჟიანი ფილმი. გამოიწერეთ არხი, რომ ნახოთ მეტი ასეთი ვიდეო, ჩართეთ შეტყობინებები და დატოვეთ ლაიქი არხის დასახმარებლად. მადლობა ყურებისთვის.